მიშველეთ 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 რა იყო ბობი რა შეშინებული ხმა გაქვს რა რინა მიშველეთ ვაიმე ბა ლაშა რა გაყვირებს და თავი და რა გვინდა სად ახარო აქ რა გვინდა სად აქ რა გვინდა სად სადა რა ხდება? ვაიმე, რა გვინდა? ლაშა რა? ისე დავთვალეთ ხარა გაუშვოთ ლაშა? ისე თქვენ დათვალეთ რომ არაფერი არ გახსოვთ ეთყობათონ. მე მახსოვს ყველაფერი. რომ მოგიყვანეთ ხო? ძლივს დაგაწვინეთ, ისეთი მთვალები იყავი და მაგრამ ვეღარ გაგხადეთ მე. ვეღარ გაგხადეთ. ისე და ეთყობა შენ დრო აღარ დაგჭა რომ გაგეხადა ხო გასაგებია ხო? ვაიმე ხარა გაუ იცი რა მაინტერესებს? იქ რესტორანში ფული ვინ გადაიხადა ან ტაქსით რომ ჩამოვედეთ აქ ფული ვინ მისცა? მე მიმიცია. მიშველეთ. ვაიმე რა გინდა რა გიშოროთ რა გინდა ბოლო როგორ გიშოროთ ტუალეტში გინდა თუ წყალი გინდა თუ ლუდიგესი ემონება ცივი თუ არაყი რა გინდა? ბობი რა გინდა ვერ გავიგე. მიშველეთ. აი არა ეთყობა ხარაყი უნდა მას. აი ხარა ისე დოქტორ ხარა გაუშვო ვაიმე. ბობი მიშველეთ. ეხლა წარმოიდგინე ლაშა ეს რა დღეშია და გოგოები რა დღეში იქნებიან? გოგოები? მიშველეთ. სოფიც აქ არის ხო? მოიცე ერთი წუთი დავფიქრდი. სოფიც აქ არის და თეკალაც აქ არის ლაშა და გვერდით ოთახში წვანა ნეგენი ერთად. ვაიმე. ხო ბაბუ. ხო რა ყანაში. ხო ბაბუ. ხო არა ხო ხუთნი ვართ ხო. ორი გოგო ხო. არა ბაბუ რა სამი გოგო ეგ ბიჭია შერომედაც იძახი ხო. კარგი ბაბუ ორი გოგო ხო ბაბუ მადლობა არაყი ვნახეთ ჭიქები ვნახეთ ყველაფერი ვნახეთ დიდი მადლობა კარგი ბაბუ ვაიმე ლაშა საყურე დავკარგე მე მგონი არა არ დაკარგავდი პატა ხო ამბობდი ჭიბზე უნდა გადავიტანო და კარგი რა ჭიბზე უნდა გადავიტანო კარგი რე მართლა ეგრე ვთქვი კი ნახე ბა ჰაი მე არა არ მქონია გადავჭი ესე იგი მართლა დამიკარგავს გადავჭი ხო კიდე კაი რა ჭიპზე რა ასე ხო ნიკა რა შვებიდე შენ და სესილი წუწაობთ ნიკა არ დასველდე
ისე იწუწავე რომ არ დასველდე. როგორ აბა მე რა ვიცი, შენ თვითონ მოიფიქრე. კარგი ჭკვიანად. რა კარგია სახლში მარტო რა ვარ. ტელევიზორს წყნარად უყურებ. არ გავაღებ. არ ვარ სახლში. არ გავაღებ. არ ვარ სახლში. იქნებ ვინ არის. არ გავაღებ. თათია წადი რა. გეხოცები წადი რა. წადი. სახლში ხარ? მოდი სახლში ყოფილვარ. მე კიდე მივდიოდი უკვე. ლაშა სახლში აი ნამსხრის ფული მოუტანე. არა ლაშა ხარაგაულშია წასული. უი მარტო ხარ? ხო. იმიტომ გაქვს ეგეთი სახე. გეშინია მარტო ყოფნის. მე დაგერეკა მოვიდოდი, გაგართობდი. რა ვიცი, არ მეშინია. კაი, არ ინერვიულო, მე არსად არ წავალ, სანამ ვინმე არ მოვა რა. აი ფილმის ყურებას ვაპირებდი. აი ელენე, რა დროს ფილმია გამორთოთ, მე გაგართობ. შემიდა ხო იცი საბერძნეთში როა. ხო, ფოტოები გამომიგზავნა და დავათვალიერო. აი, საგან მოვატყევ. ხე შეხედე. აი ეს არის ჩემი და ხო მაგრამ გავს. გავს? ხო. მე უფრო გავს. არა. და ეს გოგო ესეთ ქართველია, ნახე ჩემი დის და ქალია. აუ იცი როგორ მეწოდება, წარმოიდგინე მოხუცული და მოხუცმა შეაცდინა და ახლა ურსულად არის. იქიდან ხო გამოაგდეს. სახლშიც ვერ ბრუნდება და ჩემთან ცხოვრობს და მე მაჩვენე. აი ინდირა? შენ რა იცი ეგრე რო ქვია? აი მე თათია ეს არის ინდირა ნუნოს შვილი. ვიცი რა მიხარი? ხო, რა მიხარი? ორსულად არისო. აი თათია ნუნუ გაგიჟდება. აი დამალი რა ვიცი ნუნუ არის, არ ვიცი შეინახე. შენ არ წასულ ხარ ხარაგაულში? არა. რატო? რამდაგილევია გუშინ? კი, როგორ არა დავდიე. მე რატომ არ წახვედი ხარაგაულში? იმდენი დავლიე რომ თავი ხარაგაულში მეგონა. რა მაინტერესებს, სუდად ვარ თუ ხარაგაულში ვარ? სუდად ხარ ხარაგაულში? აბაზანა სად არის ხაპი რომ მივიღო? ეხლა აქ როგორ არის იცი სოფი, ანუ პატა გეტყვის. მოდი სოფი, მოდი. აი აივანზე გაიხედე, ხედავ პლასმასის ბოთლები რო დევს, ხედავ. მოკლედ ეგ საღამომდე მზეზე გათვება, ალბათ. ხო და მე შეგიძლია წაიღო და სასიმინდეს ქვეშ დაიბანოთ, ეკლა დაგიხსნა. ეკლა დაუთხი თუ რამეა შენ ხო? აი ესეა აქ სოფი. ეხლა ხალხო იცით რა მაინტერესებს, ეხლა ჩვენ სვამდით. მაშინვე გადაწყვეტილი გქონდა რომ ხარაგაულში უნდა წამოსულიყავით თუ არა, მაგრამ სოფიკო მეტყობა იცოდა სოფელში რომ მოვდიოდი და სათანადოდ გამოიბრანჭა. გადაგარჩინე კოღო იყო. მე არ უყბენენ კოღოები. ნუ ყურე ამას, შენანაირად გიყვნენ კოღოები, ჯერ მომისმინე ერთი წუთი ბობი, აქ არის სოფლელი კოღოები, გაიგე? ხო, და რომ გიყურებ, შენ უკვე გიჟდები ვინ არის, რანაირად რას გავყავ. შენ კოღოები. ბატონო. თავს მინდა რომ ვუშველო და მე ლუდი სად ვიყიდო, სუპერმარკეტი სად არის აქ? პატა გეთხოვ, მე ვეთქვი, მოდი. აი გაიხედე ხო იქ. ხედავ პირდაპირ ღობესთან მოხუცი ხალი როზის? ხო. ეგ ყიდის მზეს უმზირას და ტურბოს. გაიგე? მაგის გვერდზეა სუპერმარკეტი? არა, ბობი, ეგ ხალია სუპერმარკეტი, მიდი. კარგად გამოვიყურები? მისი თავია კარგი, ლაშა რა დროს ეგა. რა
რა ხდება? ხალხმა ეზოში ქათმები დარბიან. არ არსებობს სოფელში. გაზის დარბუკო. პატა Wi-Fi გააქვს? არა, სოფი, Wi-Fi არ გვაქვს, კარაოკე და ვაშლი გვაქვს. Алло. Дიახ, პატრონ პროფესორო. ესა თელავში რა გინდათ? და ჩვენ გითხარით რომ მანდა ვარ და ჩამოდითო? იყავით და ჩამოვალთ მალე. ასე შემოვედი ახლა დავждები ხო ეს რა ქვია ჩემს ბესიკის ურეკავ და გამორთული აქვს ტელეფონი და ხომ არის როგორ არის წაღან ველაპარაკი კარგად არის ხო ძალიან კარგი შენ როგორ ხარ თათია რა საფიგავს მოხდა რა თომშიდობა ახლა ისე მიყურებ რაღაცას მიმალა მე არაფერს არ გიმალავთ ელენე გიმალავთ რომ ინდუ შვილი ინდირა ორსულად არის მართლა ელენე ყოჩახ თათია ყოჩახ ორსულად არის ინდირა ხო იმოხუც ხო ვლიდა ხო და იმოხუც შეუცდენია ნახე მოხუცი ისე რო კითხო მოსავლელი იყო ხედა მოხუცი და თქვენ მიგითხრათ და ჩემი და საბერძნეთში და აი ფოტოები და აი ეს არის ინდირა ეს ფერდიმედ არის ნამდვილად ეხლა ეს კი ხა ნახეთ რომ ხელმოწერია რა შეიძლება დედამისივით ბოღმით არის გასიებული ნუ ვიცი არის ის ხო? არა, რა ვიცი, არ მგონია. აი, კარგს რა. როგორ დამცინოდა, ბიჭო, ჩემ ბიძე, როგორ დამცინოდა, აი, არ უნდა დასინოს მას. რატომ? იმიტომ რომ შენც იგივე დაგემართება. აი, გარიც. მოიცადეთ. თქვენი ბიჭიცო. არა, გასო, არა. არ არის ღირსი რომ თელ სამეზობლოს გავაგებინო ინდირას ამბავი მაგრამ არ შეიძლება მე ხომ კაცი ვარ აჩხი ვარ მე არადა როგორ მინდა ქალი ვიყო ჯორი განათა კარგი ბატონო ფრიდონ რა ვქნათ და დავრეკოთ საბერძნეთის საელჩოში საზღვარზე დაცვა გააძლიერონ ნუ არ შეეჭრათ აკა ისე კარგი სოფელი გქონია ბოდიში ანუ დღეს ვერ მივდივართ ხო? ართლა ბოდიში მას აღარ მოვიდა ეზობლებო გიორგი გამარჯობა გაბოჩენ მამიცა რო ჩამოვიდნენ და თეკლა გიორგიო გაიცანი ეს სოფია ეს ვაშლია ამას ვერ შევჭამ თოჭყიანია გაურეცხავია მოვიწამლები აქ ექიმი მე შენ გეტყვი არის მადლობა ეხლა ხედავ სარკეში გიორგი გაიცანი ეს ბობია ფრიდონის ბიჭი ფრიდონის ბიჭი? სურათი არ გადამიღოთ
მადლობა ბობი რომ ჩამოხვედი დამაფასე. დიდი მადლობა, რა ვიცი. რა მოწყენილები ხართ, არა გაიგეთ ხომ, ჩემი დიდი ბაბუა რომ გარდაიცვალა თქვენც ხო? რაგი ვიცი სამსონი ბაბუა მოკვდა? ხო და არის ოდით? აუ ნელ-ნელა უნდა შემომეპარებინა გული გაგიხეთქეთ. აიმე სამსონი? რამდენი წლის იყო? 108. რა უფ რა 108 რა არის თქო ეხა მაგას უნდა და ახლა სიცოცხლე აბა ის უფალი კაცი ვარ და მიმაცინე აბა გაიკეთეთ ახლა ესენი გაიკეთეთ ყველა ისა სოფიკო გაიკეთე შენ კაბას მოუხდება სამსონი რა მაგარი პრიკოლია შენ ხო გახსოვს პაატა სამსონი ბაბუა როგორ არ მახსოვს გასლაპ მაგასთან დამავიწყეს რომ მახსოვს ბავშვები რო ვიყავი და ბლისხეზე რო ავდოდით ხოლმე ხო ქვევი და ქვევს რო გვესროდა მახსოვს დადგებოდა ხოლმე ქვევი და ქვევს გვესროდა ჩამოთე ეს რო მეუბნებოდა რომ ჩამოვიდოდი ჩვენს ჩამოვიდო და გაეთრე იქნა მოვდოდა მე ჯოხი და მაგარი კაცი მაგარი საყვარელი ტკბილი რა შვილო ბესიკი ხო ესა ღვინომ რომ არ დაგათროს ხო ღვინომ მწმანილი უნდა ჭამო რა ხო კი მოგიკითხათ ყველა ჩემგანაც მოიკითხე ხო მოგიკითხეს ხო შვილო ბესიკი ძალიან გთხოვ ჭკვიანად იყავი რა მამა გენაცვალოს ახლა ხარაგაული ამსტერდამი არ გეგონოს ხო კარგია ბატონო ფრიდონ რო უთხარით რა ვიცი არაერი ოსმანი შენ ელენე მოგდანდი დაბნანი ხარება საუკეთესო ბალი მოგიტანე ცოტა წვრილია სიტკბო ცაკლია მაგრამ არა უშა რა გაწუხდებოდი ჩუმას ამოგიტანე ფრიდონ მარდა მინახოს მეთქი თორე ხო იცი მეტყო და მე რატო არ მომიტანეო მიუტანდი როგორ არ მიუტანდი მაგრამ მაგისი შვილი ბალსაც ყურებზე დაიკიდები ო ის კაბლატონო ლაკარ უი ფრიდონ აქ ხარ კიდე კარგი რამე ესეთი არ თქვი შენ წითელ თავაშვილზე ხო ჩემი შვილი წითლად იღებავს თავს კი საყურეს უკეთია კი აბარა სადაც ახლა ცხვირი ხომ არ უნდა გაიხრიტოს არა ცხვირი არ უნდა გაიხრიტოს ხარაგაულშია მამა ენაცვალოს წაიყვანეს ხო ეგ ხარაგაულში შეიძლება დაიტოვონ ისი ფრიდონ რატო და ბოსტაში დააყენებე და საფრთხო ბელადზე ჭიდეს მაინდა ბავშვი სად არის ბალი აჭამე კლასელთან არის წასული მარტო დედა როგორი ტაობა წამოვიდა რაღაცნაირი სხვანაირი რა ხო გეყოლებათ შვილი და თქვენ სხვანაირად იბაბარაკეთ აიმე ჯერადროს ეჯერ ჩემა ინდირამ უნდა ისწავლოს ისწავლა უკვე ასწავლეს რამე აწუხებდა? ხო, აი ბოლო პერიოდში თეკლა დასუსტდა უკვე. ბოლო დღეები ხო? არა, ბოლო 30 წელი უკვე დასუსტდა. და რამ მოკლა? გული გაუსკდა და ვაი, მოიცადე, თუნდაც დაიღუპა. 3 დღის წინ რა. ხო, არა, მე ვიფიქრე რომ მეთქი ბობის დანახვაზე ხო არ გაუსკდა გული. მეუბნები ჭირის უფალი ვარ და მომაცინებდი ხა. გიორგი მომისმინე, რამე დახმარება ხო არ გინდა? არა, მეზობლები მეხმარებიან იყოს. აი ზოია ხო იცი ზოია? კი, ზოია. ანზორას. ანზორასული ზოია. აი იმან მითხრა რომ თევზი მაგ გასაკეთებელი და ვერ ვასწრებო და რა პრობლემაა? გოგოები დაგეხმარებიან, არა პრობლემა, ხო? არა, იყოს. არა, იყოს. ეხლა თუ არ მეშვებით წამოდი აბა წამოდი მოდი ეხლა არ იშლიან თავისას და წამოდი მოდი შენ წამოდი ეხლა მე მოვდივარ შენ რატო არ მოდი კარგად უთხრა წამოდი აი
აი ბილიქს ხო ხედავ? ხო? კი. აი ბილიქს ბოლომდე გავუყევი, მე მარჯვნივ და ზოია იკითხე, აბა წავ. ხო, კახა. აი, მოკო. დაიყო ეხლა გამაგებინე, დაიყო. არა, პრინციპში ეხლა გიორგის ნამდვილად დასჭირდება, იმიტომ რომ მაინც დეპრესიაში ადამიანი ნერვიულობს ბაბუის გარდაცვალებას და რა, კი ბატონო, რა ვიცი, თანახმოვართ. არაფერი ჰოლანდიიდან ჩამოვიტანე, ძალიან მაგარია რა. ხო, რა ვიცი, აბა, ეგ გამორიცხულია, ეგ მე მაგას არ ვეწევი, არ მოვწევ და მეორედ არ მითხრათ ეგ, კარგია? ვიცი, არ გინდათ ბებია რო გახდეთ? აი მე არა, ელენე. ჩემა ინდირამ ჯერ უნდა ისწავლოს, მერე დაამთავრებს, მერე ჩამოვარ, მერე გაიცნობს ვინმეს კარგს გაყვება ცოლად და მერე გვეყოლება პატარა ბავშვი. და ეს სამიმდევრობა აუცილებელია? არა. აბარა ესე მენატრება ჩემი ინდირა ენაცვალოს დედა ერთი წამითაც რომ აჩვენ ალბათ გული გამისკდებოდა სიხარულისგან. კი, გადისკდებათ გული. სიხარულისგან. ალბათონო ნუნუ, როგორ არის, როგორ? ძალიან კარგად ფრიდონ. ხო, კარგად უნდა იყოს, კარგად. ახლა ხომ ორნი არიან. რას ამბობს რა ორნი რას? ქალბატონო, რას ამბობს და აი ინდირამ ბერძნული ხო იცი? გადასწავლა. ხო და გამოდის რომ ორი ენა იცის, ქართული და ბერძნული და აი გამონათქვამი რომ არის ასეთი რამდენი ენაც იცი, იმდენი ადამიანი ხარო. აი მაგის თქმა უნდა და ბატონო. კი. მაგის თქმა მინდოდა, კი? ხო, და შენი ბესოს გადაწეს ლაპარაკი დაგავიწყდა, ხო? ქალბატონო ნუნუ, რა მინდა გითხოთ, აი ყველა რომ თქვენს შვილზე, თქვენს ინდირაზე ლაპარაკობს. ასეთი სამაგალითო როგორ გაზარდე? მე რა, თვითონ არის იცი, რასაც ხედავ და ყოველთვის იმას აკეთებდა. აი, ყოველთვის ჩემგან. ყოველთვის ჩემგან იღებდა მაგალითს. და თავის და ძალიან მიჭირს ჩემი შვილის ქება, მაგრამ მართლაც საუცხოო შვილი მყავს არაჩვეულებრივი წესიერი, ზრდილობიანი, კარგი გაზრდილი, პატიოსანი, ნამდვილი ქართველი. იცი როგორ ეატრება საქართველოს სალოდე და ყოველთვე უგზავნი მწვანილ ტყემალს, ხაჭაპურებს. ჯავე გაუგზავნეთ. ეს იამოვნება. უგზავნი რატომაც არა. არა, ხომ არ გეშინია? არა. შენ? არა, არისი უნდა მეშინოდეს. ტეკლა. არგი რანაირად დამიძახე გული გამისკდა. ვერ ვიცინებ რა, რამდენჯერაც ჩამეძინა მესიზბრება რომ თევზები მოდიან და მთხიკავენ. მეც მე ვერ ვიცინებ, რაღაცა მოუხერხებელი ლოგინია და მე მგონი პატარა მაქვს. გინდა გაგიცვალო? მარცხო? ხო, მე მაინც გამხდარი ვარ და ადვილად დავეტევი. ხელებიდანაც თევზის სუნი ამდის და მე მგონი თბილისშიც ამივა. მე რა, თბილისში რომ ჩავხო თქვი რომ ივსენ ლორანის კალმახი გასხია. ბალიში გათვლი ბუმბულისგან არის გაკეთებული, რა საშინელება. თქო, წარმოიდგინე, ზუსტად ერთი კვირის წინ ვიყავი პარიზში, ვსეირნობდი შანზელიზეს და ახლა ვარ ხარაგაულში. 108 წლის კაცის პანაში. პარიზიდან ხარაგაულამდე ერთი ნაბიჯი. ხوار გეშინია. არა, სოფიკო, ისე უნდა მეშინოდეს, რა არის საშიში. ამ სახლში ჩვენს გარდა არავინაა. გვერდით მეზობლის სახლშიც არავინაა. მეორე მეზობლის სახლში მიცვალებულია და ტყიდან ტურების ხმა ისმის.
სოფიკო, ტურები რომ შემოგვივარდნენ, რა ვქნათ? იცი რა ვქნათ, გუშინ შენ რომ ხელსაბამი გეკიდა, ეგ დავკიდოთ კარებზე და ავისულები დაფრთხები. შენი ბეჭედი ხომ არ ჯობია? რა ხმა იყო? ფაინე არ ვიცი. ეს სოფიკო, შენ რომ გუშინ უგემოვნო კაბა გეცვა, ეგ ისევ გაცვია? ვის ახლოდან ნახავ რა. მოდი, ამეც მაინტერესებს როგორი საყურე გიკეთია. ხო, რაიმე, რა უგემოვნოა, რა საშინელება. შენი საყურეს ღარიბული და ბანზია. გეშინია? კი, მაგრამ შენი კაბა მაინც უგემოვნო. შენი საყურე. ბაბუაჩემ კიდე მითხრა რომ გაიზრდები მე გასწავლი დამყნობა. აი, კარგი, ხო, კარგი, თუ დავინახე. ხო, დავინახე. მოყევი კიდე მოყევი მიდი აიდი ფილი მიშლება გაგიშრა ხო იმდენი იტერა რომ სრემლი გამოგიშრა და აღარ არაფერი აუ წყალი საიდან ძმურად ხა ბაბუა შენის ოთახში იდო თავი თავთან ვინოც უდევს ხედავ გიორგი როგორ მედი წინ ქვეყანა ბაბუაშენს ღამეს უთელებს უკვე პანკი და იყო პანკია ხო კარგი გვეყოფა ეხლა გავიგეთ კარგი მორჩეთ სირცხვილია რა მორჩეთ მაგრამ რა არის სირცხვილი რა არის და გვერდი თოტაში მიცვალებულია ჩვენ კიდე არ გახაფახო რა ეგ ხო მაგრამ თვითონ სირცხვილი რა არის აი კარგი ხაბა აი გამოიცნით ხო თორე მეც კარგი მეცინება ხა მოიცინე რა რაღაც რატომ იწევ გეკი არა კარგი გავჩერდი მოუჩა გავჩერდი ჰა ეგ რა დასაკეთებ ბა თუ ჩაი მოვაპროცე თორე ის რო ეს სწორად მეცინება გაინტერესებს როგორ აჰა არა ვინჩადეთ ხალხო ვიღაცა მოდის უკვე ხა მაგრამ დადის ეს ხალხი და სიცხვილია კარგი მოდი ის ხო არ მოდის თვითონ და ამბიანი მაინტერესებს კარგი გიორგი დაწნავდი კარგი გიორგი ვინ არ მოვკვდა რა ვინ არ წასულა ნუტერი ხარ გიორგი ნუტერი ხარ ვინ არ წასულა იმ ქვეყანას ვინ არ წასულა წავლა ესე ნახავს თავისიანებს მაგრამ ესეთი ბებერე შეიძლება ვერ სისტონე ხარ აი ბობი ძალიან მეტყობა რომ ეს მოწეული რომ აქ კი თვალები გაქვს ჩაწითლებული მე შენ ისე გეტყობა მოწეული რო ხარ რომ თავით წითელი გაქვს სამ შეხედე რას გავს შეხედე ეს რას გავს კარგი ხა მეყოფა აი აბა ბიჭებო კაი წავედი მე თორე ხვალ იმდენი საქმე მაქვს დავიძინებ და თქვენ არ წამოხო არა დადი ხო ამას გაუთენებ მარტო ვაკაც სიცხვილია დადი ხო სიცხვილია მარტო ვაკაც გამოდი გავიდეთ ადამიანის ხო ძილი და მე მეძილი ხო არა არის ძილი ხო კი სკამებზე მევწვევი და გასწარი ე გამელოდი ატა ლაშა პანკი ბიჭი ამათ ვერ გავაღვიძებ ხლა
კოტე ბაბუ გიორგი ვარ კოტე ბაბუ ეხლა პაატა და ბიჭები ჩემთან არიან ხო ძინავ თამათ ვერ ვაგუძებ და ბაბუა ჩემი თავის ძველ სახლში გადავასვენეთ და იქიდან იქნება გასვენებ როგორ არა ხო ამათ მარიციან და თქვენ თუ ეტყვით ხო კარგით მადლობა სამ Lasha გაიღვიძე Lasha გაიღვიძე გიორგი მომაღალი Lasha გაიღვიძე ვიცი პატა ვიცი აიცი Lasha გეუნები აღარ არის რომ მართლა აღარ არის ვაი სადა მელავს მეკითხები მელავიცი სათარი ლაშა მელავიც აქ არის ხო მელავიც ბესო ხათო ბობი ხათო რა ადექი დარი აღარ არის დარი გაქრა ადექი კაცო რაღაცა გავაკარგე დაკრძალეს რა დაკრძალეს კაცო კი პირველის ნახევარია კი პირველის ნახევარი დილის 7 საათი ვაიმე უკვე მომიკეთეს ვაიმე ეზოში არავინ არ არის ლაშა რა ხარ გავაკეთე აბიჩი ვაიმე გაუთხართ იმ ხალხს ეხლა სამწოცხალ შაგვაბანეს ერთი ბიცოლებული და დავკარგეთ რა უთხართ ასქვია დავკარგეთ რეებს ლაპარაკობთ თქვენ იქნება არ იყო ძალიან მკვდარი ვერ არის აბა რა ეს ლაპარაკ რას ლაპარაკ ვერ ვარ და არის არ არის ხო არ არის რას ქვია არ არის კაცო რას ქვია არ არის აქ იქნება სადღაც ლაშა მომის იქნება გვემალება ხა რა იქნება აი ხო აი შეიძლება რომ გვემალება და უნდა რომ უცბად გამოხდეს და შეგვაშინოს ხა ხო შეიძლება ეგეთი შეიძლება ისა გამარჯვებულო გამოდი გამარჯვებულო რა მისვანებულო გამოდი ხო გააკეთე აბა რამე პაროდია რა პაროდია ნორმალური ხარ საერთოდ კაცო რას ლაპარაკო რა პაროდია რის პაროდია რეებს ლაპარაკო შენ არ ამბობდი მიცვალებულების არ მეშინია ხო მიცვალებული ახლა ეს გავხარ ვაშა რა ამიცი რა უნდა ვქნათ არ ვიცი არ ვიცი მე ვიცი რაშიც არის მივხვდი ახლა რა ხდება რა ხდება და უხელი ვიცინოდი თუ ატყო შეწოხდა კაცი და წავიდა დაიღალა დავღალეთ ალბათ რა ვიცი შენ ნორმალური ხარ ეს ლაპარაკობ რას ქვია მოიჩადეთ ახლა არ გვინდა პანიკები არ გვინდა მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ და ასე ფიქრით მივყვეთ და ისა ხო ну ფაქტია რომ წავიდა აღარ არის ვაი ფაქტია ხო მე მაინც გონია რომ შორს ვერ წავიდოდა და რა იცი რა თქვია რა ვიცი კაცო 108 წლის არის თან კუდარი რა ვიცი არ ვიცი რამე ფიქრო აღარ ვიცი კაცო რამე ფიქრო აღარ ვიცი რამე ფიქრო თუ წავიდა კარგი მაგრამ ეს კუბოს აღება რა გაიყო ეგ რა არ ვიცი ეუბნები არა ხო მე ხო ვიცნობდი არა სიცოცხლეში ხო უცნაური კაცი იყო მოკვდა და მაინც არ მოიშალა ეს უცნაურობები რა გააკეთა ეს რა შენ ნორმალური ხარ მიცვალებულს ეგრე ლაპარაკი შეიძლება და მიცვალებული რომ დადის ეს შეიძლება გამოიფიქრე მობილურის ნომერი გავიგო დაურეკო და გვეტყვის სად არის ეს ვერ არის ხო მე რა ის ლაპარაკი აზრზე მოდი
ლაპარაკობს შენ აფეთებოდი გეუბნები. რემს ლაპარაკობს რა მობილური მკვდარი ადგა და წავიდა რა ფიქრი რა ხდება. კარგი, მაშინ მაინც გავიგოთ სად წავიდა, სად შეიძლებოდა რომ წასული. პრინციპში მართალია, იცი რაღაცა არის ხა. ეს წუთი და მაფიქრეთ ახლა. სად შეიძლებოდა რომ მე ხო ვიცნობდი ამას. სად შეიძლებოდა რომ წასულიყო. არა მე ვიცი ხო. არა, იმასთან არ წავიდო და ნაჭყუბარია იმასთან. მოიცა. აბა ვისთან. ვაიმე. ეხლა ეს თუ ბაბუა ჩემთან წავიდა და მდინარეს თავზე დაადგა იწოდე მოუკრავ ეცვლი რაღაცა. აგა კაცი ადარიულს. თავს ეცვლი გეუბნები ეგრევე. და მოყლავ. რა ჭიჭე ვირას გაიგებ შენ მოგივიდე. გამიცი რა გიორგის რა უთხრათ რა გიორგის რა უთხრათ კაცო რა გამო ისე დათრასულია ეგ ბიჭი ერი დათრასული ქორწილი და პატარძალი გაიქცა ქელეხი და მიწვალები რა არის და მე სერიოზულად ვფიქრობ ეგ ერთი სანერვიულო და მეორე კიდე იმაზე ფიქრობ რომ ამდენი ხალხი ჩამოვიდა ამ ხელა გზიდან და რა უნდა უთხრა ხო მიცვალებული წავიდა ქელეხი აღარ იქნება ქელეხი აღარ იქნება როგორია ვაი მე გამიჩნდა გული ცოტა ხო რა ვჭირთ რა სახეები გაქვს არ გიცინათ ხო შენ დავიძეთ თელი ღამე რაღაცა ხმები გვესმოდა გვეგონა რომ ვიღაცა დადიოდა თეკლა ეხლა დაძაბე გონება დაძაბე და იქნებ გაიხსენო აბა საით მიდიოდა ეგ ვიღაც რა მოხდა რა მოხდა კარგი რა მოხდა რა მუტარი აღარ არის რა უნდა მეტი რა უნდა კარგი არ შეხვდა საშტიკული რამის ხდება ერთი წუთი მოიცადე მართლა წავიდა თუ გაგიჟდით იმედი მაგ გავგიჟდი და სოფელში ორღობეში არ დადის 108 წლის მიცვალებია საწყალი კაცი მაგის გაშვება ალბათ სიცოცხლეში არ შეიძლებოდა მარტო და იხან თავს რამე არა უტეხოს რა უნდა უტეხოს რა ვიცი მიცვალებულია ტვინი ხო არ უმუშავა შენ რაღაც ვერა ხო რა შეიძლება ნერვს მიშლის გეუბნები სურათები დავრჩა და სად უნდა შეამჩნია რა ვიცი თქვენ რა ღრმად გეძინა თუ ეს გაგაღვიძეთ ვერ გაიგეთ ხო ბაბუა ჩემი რო გადავასვენეთ რა დაასვენეთ? ო, თავის სახში გადავასვენეთ და იქიდან იქნება გასვენება რა. ეხლა თავის სახში თამკუდარია? ვაიმე რა მაგარია? ხო ამათ ვიულობ ხო კარგი. ხო ბაბუა შენი რო მკვდარია მაგას უყურებ. მაგარია. ბატონო ფრიდონ ელენე ვარ. ელენე. რა? უკაცრავად. ახალ სპექტაკლს ვაკეთებთ. მოხუცი კურდღელი და მთვრალი მონადირე. რეპეტიციობდა. გასაგებია ბატონო ფრიდონ. ლაშამ დარეკა ხარა გაუვლიდა. ხალ ჩამოვალთ არ ინერვიულოთო. ხო, კარგი, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ელენე. ვაიმე. რა მოხდა? ვაიმე, ელენე. საპრეზიდენტში მივარ, ვაიმე შვილო. მშვიდობა? კი, მშვიდობა, ჩემთან მშვიდობა, კარგად თავს, კარგად. 3-4 დღე არ ვიქნები ქალაქში და სახლს მიხედე, კარგი? ებზარი კარებს ტოვებს ხოლმე ღიას და ძალიან გთხოვ, ჯერ გამოსტერებული კაცია და მეაქცია ყურადღება, ვაიმე შვილო. ქალბატონო, დაგიხმარებით, თუ რა შეგვიძლია, დაგიხმარებით. აი, შენ ვის უნდა დაიხმარებო შენ? არაფერი ჩემო ინდირამ დაამთავრა სწავლა და უნდა ჩამოვიყვანო. წავედი და მაგის ლექტორს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. წავედი. ეს უნდათ კიდევ ბერძნებს. ისედაც რა დღეში არიან.